ვირუსული ინფექციების რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით კლებულობს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პიკური პერიოდი ჩავლილია. სტატისტიკური მონაცემებით კი გასული წლებისგან განსხვავებით ამ სეზონზე ვირუსების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის იყო გართულებებიც. განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებლები აღინიშნა დეკემბრის ბოლო კვირების განმავლობაში, ბოლო ორი კვირის განმავლობაში და ფაქტიურად იანვრის პირველი კვირის განმავლობაში. თუმცა ეხლა, როდესაც მეუდებოდით უკეთებების მეორე კვირას, როდესაც ჩვეულებრივი პიკური მაჩვენებლები გვაქვს ხოლმე, მიმდინარე წელს ეს პიკური მაჩვენებლები ბევრად უფრო ადრე დაფიქსირდა, ვიდრე გასული წლის წინა წლის მაჩვენებლების დროს. ეს ეხება როგორც მსუბუქ, ასევე რთულ შემთხვევებს. ეხლა რაც ეხება სტრუქტურას, რა ვირუსები იყო ძირითადად წელს როგორც მოგეხსენება ძირითადად გრიპის აგრიპი ფიგურირებდა, უფრო დომინირებდა, ბგრიპის ძალიან ცოტა შემთხვევები ჰქონდა. გრიპი გამოჩნდა ფაქტიურად 57 კვირაში, ანუ სადღაც ნოემბრის ბოლოს და ეს აგრიპი იყო და აგრიპის ძირითადად დომინანტი გახლავთ H3 შტამი, ასევე H1-იც იყო. თუმცა ყოველ კვირას და დღემდე გრძელდება, რომ ყოველ კვირას გვაქვს დომინირება და ცირკულირებს H3 გრიპის ვირუსი. რაც შეეხება ბგრიპს, ეს ფაქტიურად თითქმის ერთეული შემთხვევები ჰქონდა. აგრიპის H1 ეხლა ესეც ცირკულირებს, თუმცა უფრო ნაკლები რაოდენობით, ვიდრე ვთქვათ H3. დანარჩენ ვირუსებს რაც ეხება ყველა კვირის განმავლობაში ჰქონდა რინოვირუსები, ყველა კვირის განმავლობაში ჰქონდა კორონავირუსები, როგორც ეს არ ეხება COVID-19, ეს სხვა კორონავირუსები არიან, თუმცა მათი რაოდენობა უკვე შემცირებულია, მიმდივართ უკვე შემცირებისკენ, როგორც გითხარით, პიკმა გადაინაცვლა შედარებით უკვე იანვრის ბოლოს და თებერვლის ბოლოს უკვე როგორც გვაქვს ხოლმე მეორე პიკი უკვე ფაქტიურად აღარ გვაქვს და მიმდივართ უკვე კლების.